სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად სხვადასხვა სიცხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი. სურში ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ეხება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის ცნობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებას. უწყების ცნობით დაკავებულთა შორის არიან ექიმები და ექთნები. დაგიძახეს უკვე ჯარი და გამოძახებული ვარ და არ მინაიხსნა. უნდა გამიცხადა ისევ სამხედრო კომისარიატი, იქიდან მერე შეკრთავენ და გულში დაგიყვანენ და წინააღმდეგობა დაუწიო. იქ უნდა ამოიღო ჯიბიდან ეს ჩემი ფორმა 100, რომელიც გახდება საფუდველი, რომ ისევ ჩემთან გამოგიშვა მერე კომისიაზე. და მე უნდა დაგბრაკო. მე და ჩემმა კოლეგებმა. 250 დოლარი არის გადახდილი, ამათი. Эти оседали чайные чебиши, информации говорят. თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმი ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით ქრთამის აღების სანაცვლოდ წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბის სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას. მეორე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია ერთი მოქალაქე, ერთ პირს კი ბრალდება წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ბრალდებულები თითქოს და სამხედრო სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით და ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს 10,000 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5,000 ლარი. რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ და მიღებული თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს. სუსის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბრუტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ უფროსს და შპს ბერმუხის მმართველს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილმა უფროსმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებების გარეშე სამედიცინო დასკვნების გაყალბებით ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევად 6 წვევამდელი აღრიცხვაზე აიყვანა, რომელთაგან ნაწილი ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის მოსახდელად მიავლინეს შპს ბერმუხაში. კომპანიის ფაქტიურმა მმართველმა არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა დახასიათებები, რომ თითქოს და აღნიშნული წვევამდელები დასაქმებულნი იყვნენ შპს ბერმუხაში და გადიოდნენ არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ასევე ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული შპს Kroll Medical Corporation-ის და შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს 4 ექიმი. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ამავე საქმეზე ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ყალბი ჯანმრთელობის დოკუმენტების გამოყენებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებულ სისხლისამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილ იქნა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ყალბის სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. Ამ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტზე ჩვენს მიერ დაკავებულია ერთი პირი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულისა და მის თანამზრახველების მიმართ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ირაკლი ჩიქოვანის უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.